და ჩვენი მოგზაურობაც იწყება ჩვენი საქმიანობის საკულტო შენობა, ანუ აეროპორტი, როგორ მიყვარს იცოდეთ ნეტა და ჩვენი აღმოსავლური ტურის სპონსორია Fly Dubai. რაც შეეხება აქციებს, Fly Dubai ხშირად გვანებივრებს ხოლმე აქციებით და დღესდღეობით არის ასეთი მდგომარეობა. 4 მიმართულება: დუბაი, კოლომბო, გოა და მალდივები. ერთ ბილეთს ყიდულობთ და ბილეთს გჩუქნიან. გეტყვით ახლა ფასებსაც. დუბაი $160, გაითვალისწინეთ რომ დუბაისთვის ვიზა გჭირდებათ. რა არის აგრეთვე მალდივები $529, მალდივებზე ვიზა არ გჭირდებათ, შეგიძლიათ გაფრინდეთ და პირდაპირ იქაურ აეროპორტში აიღოთ. ასევე კოლომბოს მიმართულებაზეც მსგავსი სურათია, $529 ღირს ბილეთი, ანუ 2 ბილეთი. აქაც არ გჭირდებათ ვიზა და შეგიძლიათ პირდაპირ აეროპორტში $35 შეიძინოთ შრი-ლანკის ვიზა. რაც შეეხება გოას, $560 2 ბილეთის ფასი, უბრალოდ ვიზებთან აქ ოდნავ რთულად არის საქმე, რამე თუ საქართველოში არ არის სამწუხაროდ ინდოეთის საელჩო და მოგიწევთ სასომხეთში ჩასვლა, რომ ინდოეთის ვიზა მიიღოთ. მაგრამ ერთში ვარ დარწმუნებული, რომ იმ ფასად იმ ადგილებში ნამდვილად ვერ მოხვდებით, სადაც ჩვენ ვაპირებთ. ცრემლებს არ ვიყოთ, მაგიტომ მიყვარს აეროპორტები, დამშვიდობებები, დახვედრები, გრძნობების ოკეანე. რაც შეეხება Fly Dubai-ის ავიაპარკს, დღესდღეობით ავიაპარკი შედგება ახალი Boeing 737 და Boeing 800-ისგან. ვიწრო ფიუზელაჟიანი თვითმფრინავებიდან ეს ყველაზე პოპულარული მოდელია. მაინც 737-ზე აქვთ აქცენტი. ძირითადად ავიაპარკი შედგება Boeing 737-ისგან. ავიაპარკის შენახვა ბევრად იაფი, ეფექტური და ოპტიმალურია, როდესაც ერთი მოდელის თვითმფრინავია. ესეც ერთ-ერთი მიზეზი, რაც განაპირობებს Fly Dubai-ის დაბალ ფასებს. ყველაზე სასიამოვნო მომენტი წინასწარ-ტკბობა, როგორც რუსები იტყვიან, პრიდუკუშენიე, წინასწარ-ტკბობა მოგზაურობით და ისევ გავამახვილებ თქვენ ყურადღებას Fly Dubai-ის აქციაზე. ამჯერადაც ერთ ბილეთს ყიდულობთ და ერთს გჩუქნიან. ამიტომ ფაქტიურად გამოგდით და ახლოვებით ხო გეუბნებით, ახლა შრი-ლანკის ბილეთები დამიჯდა $500 ერთი კაცი, წარმოიდგინეთ, აი ასეთი კარგი აქცია. სამსაათიანი ფრენის შემდეგ დაახლოებით 20 გრადუს განსხვავებაში ჩავალთ, რაც პირველ რიგში მახარებს და დანარჩენს თავად იხილავთ, რაც მახარებს. ჩამოვფრინდით, როგორც ხმა გვპირდება 28 გრადუსია, როგორც ყოველთვის Fly Dubai-ისთან ერთად ფრენა კომფორტულია და გავიდეთ გარეთ რა ხდება ვნახოთ. დავიცვათ აქაური მოქცევის წესები.
ძალიან კარგად მახსოვს, ხვედელიძემ დამოძღვრა შავლეგოს სიმღერაზე და ვისკის მაზე დაუჭერიათ ამ აეროპორტში, არც ერთს ვაპირებ ნამდვილად და არც მეორეს, მაგრამ უბრალოდ ჩუმად საუბრობთ, ასე ვთქვათ. კიდევ ერთი წესი, არასოდეს არ შეხედოთ ქალებს თვალებში. სუმშურს ხოლმე ესეთი ხალხმრავალი აეროპორტების შემდეგ ჩვენი გაქუცული თბილისის აეროპორტი. ნახეთ რა ხდება, რა ამბავია. კიდევ კარგი გაგხვდნენ და აჰა, ესეც ჩემი პირველი ნაბიჯი 1001 ზღაპრის მიწაზე. აერის ტემპერატურა 26 გრადუსია ცელსიუსით, მაგრამ რო გითხრათ, რომ ცხელად თქო მოგატყუებ, რაღაც ეთქვა მზის ჩასვლის მერე ეს ხო უდაბნოს ახასიათებს, მზე რო ჩადის, მაინც გრილდება. ცივი ქარი უბერავს. ხო გითხარით, არგოში ვარ თქო. ახლა მივიდივარ სპეც დავალების შესასრულებლად თეთრი შევროლეთი. ჯუმეირა არც ამ სასტუმროში ღალატობს თავის სლოგანს Stay Different და გვთავაზობს განსხვავებულ სტილს. კონცეფცია სასტუმროში აგებულია იმაზე, რომ აღმოსავლური თანამედროვე ხელოვნება გააცნონ მომხმარებელს. აქ არის 70-მდე ავტორის დაახლოებით 480 ნამუშევარი, რომლის დათვალიერებაც შეუძლიათ სასტუმროში დამსვენებლებს. რაიონს, რომელშიც ჯუმეირა გრიქსაით ჰოტელია განლაგებული, ალ-გარუდი ქვია. ეს ითვლება ძველ ქალაქად. სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2010 წელს და სულ 2 წელი დასჭირდა ამ სასწაულის აშენებას. ჯგუფი, რომელმაც ეს სასტუმრო დააპროექტა, ჰქვიათ მაგუს დიზაინ დუბაი. ისინი მუშაობენ მრავალ არქიტექტურულ კონცეფციაზე. უშუალოდ ეს პროექტი იმეორებს პარიზის, ლონდონის და ნიუ-იორკის სასტუმროების მოყვანილობას. შუშა ბეტონი. და ჯუმეირა გრიქსაიდის გარე ტერიტორია, პატარა ტბორი, სადაც მოშენებული ყავთ შინაური იხვები, აზიური კარპები და კუები. თანაცხოვრობენ ძალიან მშვიდობიანად, მზეზე თბებიან. გარდა ამისა, ამ ტერიტორიაზე არის აუზი, არის ცნობილი უძველესი ავიატორთა კლუბი, რომელიც ახლა უკვე ამ სასტუმროს ტერიტორიაში შედის. და აგრეთვე დიდი ტერიტორია, სადაც პარასკევობით იმართება ხოლმე ეგრეთ წოდებული საოჯახო ვახშმი.
აუზი ამ სასტუმროში რამდენიმეა, მაგრამ მე ყველაზე მეტად ტერასას აუზი მომწონს, აქედან ხედი და ორიგინალურია ჩანაფიქრი. აუზის კუთხე გადის პირდაპირ სასტუმროს ფოიეში. ხშირად მithქვამს და ეხლაც გავმეორდები. არის ქვეყნები, მაგალითად ჩვენი წილხვედრი, სადაც ბუნების ნამოღვაწარით უფრო გააოცებ ადამიანს და დუბაი არის სრულიად საპირისპირო. ეს არის ნათელი ნიმუში თუ რა შეუძლია ადამიანს. აქ ადამიანის ნამოღვაწარი გაოცებს ზუსტად. რაც შეეხება ჯუმეირას სასტუმროებს, როგორც გითხარით, ყველას თავის განუმეორებელი კონცეფცია და თავის მიზნობრივი სეგმენტი ყავს. რაც შეეხება უშუალოდ ამ სასტუმროს, ეს სასტუმრო გათვლილია უფრო ბიზნესსა და ბიზნესმენებზე. აქ არის იდეალური ადგილები ბიზნეს შეხვედრებისთვის. 50 მხოლოდ კონფერენც დარბაზია სხვადასხვა ზომის, დაწყებული 50 კაციანიდან დამთავრებული სულ მცირე რაოდენობამდე, სადაც არის იდეალური პირობები ბიზნეს მოლაპარაკებების გასამართავად და ასევე გვერდით პატარ-პატარა დასასვენებელი ოთახები. გონებ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც Homo sapiens-ი მიხვდა, რომ ამ ქვეყნად 4 სტიქია არსებობს. სწორედ 4 სტიქია უდევს ამ სასტუმროს კონცეფციასაც საფუძვლად. თავიდან სწორედ ასე იქნა ჩაფიქრებული. ეხლა ხედავთ ერთ-ერთ წითელს მფრინავ ხალიჩას, რომელიც ცეცხლს ანსახიერებს, აგრეთვე გარეთ დგას ფოთლები ქარბორბალაში, რომელიც ქარს განასახიერებს და აგრეთვე არის მიწის და წყლის სიმბოლოები. სწორედ ამ 4 სტიქიის გარშემო გაჩნდა იდეა, რომ ეს ყველაფერი გაემდიდრებინათ თანამედროვე ხელოვნებით და ასე დაიბადა ამ სასტუმროს კონცეფციის იდეა. ალბათ ამას ქვია ხედი $1,000,000-ზე, მაგრამ ეს არ გეგონოთ უბრალოდ სასტუმროს სახურავი. ეს ტერასა შეიძლება თქვენი გახდეთ, თუ თქვენ სულ 20,000 დინარს გადაიხდით და აიღებთ ამ აპარტამენტს, პენტჰაუს, რომელიც სასტუმროს ბოლო სართულზეა განლაგებული, რომელიც 481 კვადრატული მეტრია. და როგორც აღვნიშნე, არის 3 სართული და სართულები ნაკლებად მაღელვებს ტერასა, საიდანაც მოსჩანს ძალიან კარგი ხედი. ნომერს ხედავთ, ქვევითაც ზუსტად 1 ამდენია. სივრცის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, აქვე არის ბარი, შემიძლია დაგიმზადოთ სასმელები და მერე ტერასაზე გაგიმასპინძლდეთ. და მე უკვე დაღლილი და დაკანცული მივესვენები მწვანე ტახტებთან. არ არის ცუდი ხანდახან ფუფუნება, ოხონდ ზომიერად, თავში რომ არ აგვივარდეს. და ჯუმეირა გრექსაიტ ჰოტელის ერთ-ერთი ცნობილი რესტორანი Blue Flame, ანუ ცისფერი ალი. ეს რესტორანი იმით არის ცნობილი, რომ აქ მხოლოდ ზღვის პროდუქტებს თუ მიირთმევ და სტეიკებს. ბუნებრივია, გახსოვთ თქვენ ჯუმეირას მიდგომა ამ საკითხებთან, ყველაფერი არის გაუყინავი და ახალ-ახალი პროდუქტები და რითაც გამოვყოფდი ყველაზე მეტად ამ რესტორანს, აქ ამზადებენ თევზს, რომელსაც ქვია Glacier 51. ეს არის უიშვიათესი ჯიშის თევზი. ამ თევზის სახელი, მოკლედ, არის იმ განედის ნომერი, რომელშიც ის ბუდობს.
არის მცდარი მოსაზრება, რომ მუსულმანურ სამყაროში ალკოჰოლური სასმელები აკრძალული, მაგრამ არაფერი მსგავსი არ გეგონოთ. მაგალითად, Blue Flame-ის wine list-ში არის დაახლოებით 500-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელი და ფასებიც ნებისმიერი. ამასობაში საჭმელიც მოვიდა. როგორც თქვით, აქ არის უიშვიათესი საჭმელები. ეს არის ერთ-ერთი ასევე ცნობილი ამათი კერძი, როგორც ის თევზი ვახსენე 51 დასახელების და ესე იგი, რაში გამოიხატება ამ კრევეტის უნიკალურობა. დუბაიში მხოლოდ აქ თუ მიირთმევთ ამ რესტორანში ამ კრევეტს. ისე ამას ეძახიან ცისფერ კრევეტს და ესპანეთის მიდამოებში ცხოვრობს მხოლოდ ერთ ადგილად. გარდა ამისა, კიდე აქ მოგვიტანეს ჩვენ უიშვიათესი ჯიშის ასევე ხამანწკასებრი რაღაცაა, რომელიც ხომ გაგიგია ჩვენთან მიდიები გამოყავთ ხელოვნურად ფერმებში და ეს არის ნამდვილად ოკეანიდან ამოყვანილი მყინთავების მიერ თავის ხელით. ასე რომ ყველაფერი არის ესე ორიგინალურად და კლასნად გაკეთებული. ჩვენი დღევანდელი გადაცემის მასპინძელია რესტორანი წისქვილი და გადაცემის სტუმარი უმშვენიერესი ქალბატონი, უნიჭიერესი მსახიობი თინა მემე მახარაძე. ეს ორი სახელი რა კარგია ასეთი წარდგენა. მაგრამ მაინც არა, პირველი პრეზიდენტია, როდესაც გადაცემა შეწარმოდგინეს და კარგია ამასთან. დიდი მადლობა, რომ გვეწვიეთ გადაცემაში და დავიწყოთ თქვენი მოგზაურობებით. დავიწყოთ. ბავშვობიდან დავიწყოთ ალბათ. ბავშვობიდან არსად არ მიმოგზაურია თუ არ ჩათვლით იმას, რომ რუსთავში ცხოვრობდი და თბილისში ჩამოვდიოდი. ზაფხულობით დასასვენებლად ზღვაზე. ჩემი პირველი მოგზაურობა შედგა, როდესაც ვიყავი 22 წლის და პირველი იყო ინგლისი. შეფილდი. და შეფილდი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქად ჩამოყალიბდა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი რამდენიმე საყვარელი ჯგუფი მერე გავიგე, ოღონდ მოდის შეფილდიდან. მათ შორის Pulp-ი, თავისი ჯერვიშ კოკერით და აი Monster, რომელიც ძალიან მიყვარს. და ისეთი ინდუსტრიული ქალაქი არის რეალურად. დაემთხვა თუ აი დაუმიზნე დაემთხვა სხვათა შორის და ეგ არის მთელი მუღამი მაგ ყველაფრის, იმიტომ რომ პირველად ჩავედი ერთ-ერთ სულ ქალაქში, თეატრალური ფესტივალი იყო, სადაც უნდა მიგვიღო მონაწილეობა ჩვენი სპექტაკლით. და თან ისეთი არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პირველი საზღვრის გადაკვეთა, იმიტომ რომ მანამდე 22 წლამდე რო არსად არ ვიყავი ნამყოფი, იმიტომ რომ სულ მუშაობდი და არ მქონდა არანაირი შესაძლებლობა დროის თვალსაზრისით არც მატერიალური სადმე წავსულიყავი. და აი საზღვრის გადაკვეთა და აი სივრცეს რო გრძნობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეფილდი და მე აღმოჩნდა, რომ აი ჩემი ორი მნიშვნელოვანი ჯგუფი, რომელმაც რეალურად ბავშვობაში ძალიან დიდი გავლენა იქონია, დაემთხვა ისეთ მნიშვნელოვან ქალაქს, როგორც არის შეფილდი. ზაფხული იყო ივლისი, მაგრამ ინგლისში აღმოჩნდა, რომ ზაფხული როგორც ასეთი არ არსებობს და ეს იყო ჩემთვის ძალიან უცნაური. ნისლიანი ალბიონი, ყურები რო გეწვის სიცივისგან. და ხო და რას ვამბობთ, ინგლისი ხო ისეთი ქვეყანაა, რომ სულ გონია, რომ აგერ რომელიმე შესახვევიდან Sherlock Holmes-ი გამოვან. Harry Potter-ი ჯეკი. კილვაშებიანი და ბაკენბარდებიანი ჯენტლმენები რო სეირნობენ. და მე თავი ცოტა Hermione Granger-ი მეგონა. და დავქროდი ველოსიპედი და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო და მაშინ ყოველთვის ესე მეგონა თეორიულადაც, მაგრამ პრაქტიკაში წეგრე აღმოჩნდა, რომ ჩემთვის მოგზაურობა ყოფილა აი ესე მარტო რო დგები, იყიდებ ყველას აბსოლუტურად ეგრე ბოროტიც უნდა იყო და აწობი და მარტო მიდიხარ ბედის ანაბარა. აი ეგ არის მთელი მუღამი რა. აუცილებლად უნდა დაიკარგო იქ. რაღაცა ვეირდ ხალხი უნდა გაჩითო და შეხვიდე კონტაქტში და 1000 ავარა და მამაძაღლი უნდა ნახო, რომ დაიჭირო მუღამი. ეგეთები მქონდა შეფილდში, ბევრი. ხო და ერთი ძალიან კარგი ისტორია მაქვს, გარდა იმისა, რომ დიდ ქალაქებს აქვს თავისი ძალიან დიდი მუღამი და თავისი ბრწყინვალება. ინგლისში მიცხოვრია არა მარტო ლონდონში, კიდე არის ესეთი შორეული ქალაქი გლოსტერი,
გაშენებული დინის ტყესთან ახლოს. დინის ტყე არის ტყე, სადაც ტოლკინი წერდა ბეჭდების მბრძანებელს. და მე ცხოვრობდი ესეთ ეკო-მეგობრულ გარემოში, დიდ ფართობზე არის გაშენებული სპირიტუალური კომპლექსი და სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმომავლობის ტიპები ბევრნი ერთად. ცხოვრობთ და ყველა ერთად მედიტირებთ. აი დაახლოებით შველი და ლომი ერთად ვძოვთ. ყველა ძალიან ბედნიერები ვართ. ველბეკს აქვს თავის ნაწარმოებში მსგავსი სექტების მოღვაწეობა აღწერილი. ზუსტად სექტები მოღვაწეობდით, ოღონდ ერთმანეთზე მეტად არავინ არ გვიყვარდა. ჩვენი ხელით თესდით და მოგვყავდა ბოსტნეული და ყოველ დილას ამით საუზმოვდით და იყო აი მე მგონი 60 დაახლოებით ეგეთი. მე მგონა რომ სადღაც ევა და ადამის ხელკავით გამოგვივლიდნენ. ძალიან კარგი იყო. ეგ იყო სპირიტუალურად ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი და მოწესრიგებული ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში. გამოცდილება და ეპიზოდი. ხო. აი მანდ მივხვდი რა არის, რომ ადამიანები ძალიან გევასება. მეორე იყო ესტონეთი და ლატვია. ესტონეთი ჩემს ქვეყნებში ყველაზე მნიშვნელოვანია სუნი რა. აი მაგის მიხედვით ხვდები ქვეყანა რამდენად მევასება, რამდენად არ მევასება და აი პირველად ტალინში რო ჩავედი წვიმდა და ძალიან კარგად მახსოვს ეს კარდამონიანი ნუშის სუნი და გლინტვეინის. აი დღემდე ჩემთვის ესტონეთი რამდენჯერაც მიდის ლაპარაკი ასოცირდება აი კარდამონიანი ნუშის სუნთან, იმიტომ რომ ყველა კუთხეში ხო ხალავენ. იქაც დავდიოდი გაძუნძგლული, მიბაძუნგალებული წვიმიანი, აი დაფლეთილი ტანსაცმლით და ძველ ქალაქში ხეტიალობდი. ძველ ქალაქში ხეტიალობდი და დავდიოდი ძველმანების პატარა ჯიხურებში და ბაზრობებზე, იმიტომ რომ ეგ ჩემი ყველაზე საყვარელი ის არის პუნქტები არის ქალაქში, რომელსაც პირველად მედივარ. მიხაკ დავიჩინით. ზუსტად. და ყველაზე კარგად რაც მახსოვს, შევედი ერთ-ერთ ძველმანების მაღაზიაში, აი დაახლოებით მთელი შრალი ხიდი აქაური რო ავიღოთ და შევიტანოთ ორ ოთახში. და ის ერთი ოთახი უკან კიდე საერთოდ ისეთი იყო, რომ მე მგონი თვითონ გამყიდველიც არ შედიოდა, იმდენად მივიწყებული იყო. და იქ ვიპოვე ესეთი ტყავისყდიანი ბლოკნოტი, რომელიც სულ რაღაც 7 ევრო, აი ესე სასწავლებლად მომყიდა გამყიდულმა და მე რო გადავშალე, ეს არის 1901 წელს ნაწარმოები დღიური, ვინმე ოლგა რომელიც წერს სავარაუდოდ თავის საყვარელს. იმიტომ რომ ხო, ჟანრის კლასიკა. და არც ირჩევა ნაწერი იმდენად ძველი და არქაული ხელწერაა და ჩახუჭუჭებული და კარგია, მაგრამ ერთ-ერთ მაღაზიაში მე რუსულად იყო ნაწერი? არა, ესტონურად იყო. ვინ გითარგმნა? ხო და მეორე მაღაზიაში რო შევედი და ქალს ვაჩვენ ნახე რა ვიყიდეთ, იმიტომ რომ დაახლოებით მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მაგრამ იმ ქალის ესეთი გაოცებული და გაოგნებული სახე მახსოვს და მითხრა რომ შენ ეხლა ესტონეთიდან მიგაქვს ტალინის მთელი სიმდიდრე და ვინ მოკყიდა ეს 7 ევროდ მე ზამთხოვდა რომ დამეთმო რაღაცების ფასად მაგრამ არამც და არამც კარგი იყო დღემდე პირიტაზე გაისეილნეთ იქით სანაპირო რო აქვს ლამაზი კი და არ ვიცი ხო ქარვის ნაძვები და კი ქარვა და ქარვის გემები ეს ქარვა ისეთი მუღამია რა ხო ქარვის ფერიც აი ფერთან თუ გავაკეთებ ქარვის კორომებია ძალიან ბევრი და ძირითადი მწარმოებლები ქარვის საბჭოეთის დროს იყო პრიბალტიკა და ის სწორედ ტალინი და ეგ მიდამოები yes შემდეგი იყო რიგა რომელიც ძალიან მიყვარს და ისეთი ყველაზე მნიშვნელოვანი კადრი იყო ჩემთვის ესე დაუგავას სანაპიროზე რომ ჩაუქროლე ველოსიპედით გარშემო ყველაფერს და ძალიან ბედნიერი ვიყავით და მიწისქვეშა გადასასვლელში ვისაუზმე არაჩვეულებრივი ბლინებით და ეგ იყო ძალიან ველოსიპედს ხშირად ახსენებ ხოლმე რომ ჩადიხარ ძალიან მოსახერხებელი ტრანსპორტია და ხმარობ ხო როგორც კი აქაც ანუ თბილისშიც უმთავრესი ტრანსპორტი როდესაც საშუალება მაქვს ახლა ცოტა გრაფიკის გამო ეგრე აქტიურად ვეღარ ვახერხებ და ინტენსიურად მაგრამ ველოსიპედი ყველაზე მუღამიანი ტრანსპორტია ჩემთვის უკარო ტრანსპორტი მე საერთოდ რომ უკარო ტრანსპორტი ყველაზე კარგი ტრანსპორტია იქნება ეს პატარა როლერი თუ ველოსიპედი. ხო, მაგრამ აი ველოსიპედთან ის მე რატომღაც მაქვს ესე არ არის მძაფრად და მკვეთრად გამოხატული, მაგრამ დავაფიქსირე ჩემი თავი რომ სივრცის შიში მაქვს. არის ეს საიდან გამომდინარეობს მე თვითონ რომ პატარა ვარ მგონია რომ დიდ სივრცეში აი რაღაც, მაგრამ აი ეს ამ შიშის და ფობიის გადალახვის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი იყო ჩემთვის პარიზში. იმიტომ რომ აქ თბილისში დავდივარ სულ ველოსიპედით და ყველანაირი ეს გვერდითი ეფექტები მოხსნილი მაქვს და დაძლეული, მაგრამ პარიზში პირველად აი ამ ძალიან დიდ სივრცეში რომ დავჯექი ველოსიპედით, საკმაოდ დიდი მანძილი შემოვიარე. პერლაშეზედან დავაწექი და მე აი თლიანად რო წამოვედი და რივოლი რო გადავკვეთე და ეს სან-მიშელი ან დიდი მანძილია. მე თვითონ რომ აღფრთოვანებული ვიყავი. ტურ დე ფრანსი მიდია მონაწილეობა ფაქტიურად.
ეგრე იყო. და ის ამაყი ვიყავი მაშინ ჩემი თავით ძალიან. სხვა მუღამი აქვს, ველოსიპედით შემოვლი უქალაქებს სხვა მუღამი აქვს. ყველაზე მეტი ხიბლი მაინც ამსტერდამში აქვს, ნუ ეს ჩემი პირადი არ ვარ მოსაზრება. ნამყოფი, მაგრამ სმენია, ხო. პატარა ქალაქია და ძალიან კარგი სავალი გზებია ველოსიპედისტებისათვის. ხო, ერთ-ერთი მორიგი დანიშნულების პუნქტი ესე იგი ეგ უნდა იყოს, ხო, მაქვს იდეაშიც. და ვნახოთ რა. ეხლა ვფიქრობდი ცოტა ხნის წინ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობისთვის. და უცბად რო გარკვევს რაღაც პასუხი ზედმეტი ფილოსოფიური რაღაცების გარეშე რა. თხემით ტერფამდე უნდა იყოს თავგადასავლების მაძიებელი და კარგი ბატინგი. აი ეგ ორი პუნქტი თუ არის ესეთი წკაპ დასმული ჩიტუნათი. მოჩიტული თუ არის, რა კარგია. მოჩიტული თუ არის, მაშინ ყველაფერი რიგზია რა. იმიტომ რომ მე სულ მგონია რომ აი თვითონ მოგზაურობის წმინდა პროცესს ყოველთვის ბღალავს რაღაც ზედმეტად ბურჟუაზიული და პრიალა და ჭკვინავი რაღაც ისინი. თუმცა მათაც ნუ დაუძრახავთ. ყველას თავის მუღამი აქვს, ზოგი დადის მაგისთვის, მაგრამ ჭეშმარიტი არცი შენ სწორად შეგიცნია, ყოველ შემთხვევაში ჭეშმარიტი ხმამაღალი ნათქვამია, ჩემთვისაც ეგ ხიბლი აქვს. ჩვენ ყოველას ხო ჩვენი სიწმინდე გვაქვს. ხო და ჩემთვის აი ეს მოგზაურობა იმდენად წმინდა პროცესია. მარტივი ჭეშმარიტებები. ეს ახლა ტელეპათია თუ სადმე დავწერე და იცი და შემომიბრუნე თუ. არა მგონია ჩვენ ზუსტად ესეც ფორმულირებას ვაკეთებ ხოლმე. კარგია. ხო და ჩემთვის ეგეთი წმინდა პროცესია რა მოგზაურობა და ცოტა სხვა რუდუნება სჭირდება. საქართველოს რამდენად მოვლილი გაქვს მისი ყველა კუთხე კუნძული. ხო, აი მე არ მიმიღია მონაწილეობა საქართველოს დალაშქვრაში მიმიღია მონაწილეობა და დაჩაგვრაში არ მიმიღია მონაწილეობა, იმიტომ რომ ისე 19 წლის ვიყავი, ესე ყველაზე კარგი ტრიპი იყო ჩემთვის. სიღნაღიდან ავიღე სტარტი აბსოლუტურად უფულოდ, უსაჭმოდ, მარტო ერთი პატარა ზურგჩანთა და ბათუმამდე ჩავედი ფეხით. ვიარე 8 დღე. ზუსტად 8 დღე. ავტოსტოპ თუ სუფეხით თუ რა? უმეტესად ფეხით, მაგრამ იყო ავტოსტოპის პრეცედენტებიც და ვერ დავმალავ, იმიტომ რომ ამას ქონდა ყველაზე დიდი მუღამი. ცოტა მაიმუნობდი რა, ძალიან მოკლე შორტები მეცა და ძალიან ესე ვიჭირდი. მოქნილ მკლავს ვიშვერდი აქ მანქანების გაჩერებულად და მან მიმართლებდა. არა, მაგასაკისთვის და მაგ მარშრუტისთვის მშვენიერია. კი და კარგი ადამიანები შეგვხვდნენ და ისეთი იყო რა, უცნაური თავგადასავლები იყო, შემოვიარე. ზუსტად მახსოვს დავითვალე 62 კულტურული ძეგლი და მე ესე ვნიშნავდი თრუქაზე რა გქონდა დანახი და რა არა. და ყველაზე ისეთი რთულად დასალაშქრე ჩემთვის იყო დანახვისი. სადაც აბსოლუტურად უწყლოდ ავედით და ჩამოვედით. ეს რას ნიშნავს გამიჭირდება ახსნა, მაგრამ დაახლოებით ფინალურ სცენას მოვყვები, ბოლოს რო ჩამოვფორთხდით, წყალი არსად არ იყო მთელ ამ ტერიტორიაზე. დავინახეთ, რომ აი მიწიდან ჭიანჭველის ბუდის ოდენა ხვრელი იყო და იქიდან ამოდიოდა მოჟონავდა რაღაც წყალი და აი ესე პირქვე დავემხეთ და იმას ვთვლობით, რომ ამოგვესრულდა. მაგრამ ყველაზე კარგად მახსოვს. ეგ იყო ყველაზე კარგი ურწყულის დარწყუნება, აი ყველაზე კარგი. ხო და ისეთია რა საქართველოს კარგია. მე სულ ვიძახი რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ეს ქვეყანა და ეს ქალაქი, იმიტომ როდესაც მიდის უწუნ, მე ძალიან მინდა პარიზში და აი მომენატრა რაღაც ამსტერდამი. კი, ძალიან კარგია, მაგრამ თბილისი კარგი ქალაქია. თბილისი საქართველოს ძალიან კარგი ქვეყანაა, ოღონდ ჩვენ უნდა ვიპოვოთ. ჩვენ უნდა ვიბოდიალოთ და რაც შეიძლება ბევრი ლაქა უნდა აღმოვაჩინოთ ახალი რა. იმიტომ რომ კასტანედას აქ ეგეთი რაღაც იპოვე ლაქა, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობ და მაშინ იქნება ყველაფერი რიგზე. პიტნომეს და სილი ნუ გადავიჭრები ახლა მეტაფიზიკაში პერიფრაზირება მოვახდინე ზუსტად არ ქონდა აზრები. ასაკთან ერთად როგორც წესი ხრება ხოლმე, აი რა უწოდოთ ეს ლაშქრობა და მაგის აღარა აქვს ხოლმე დრო განწყობა, განსაკუთრებით ქალბატონებს და შენ შემოგჭა ხარ წამსვლელი აი რამდენიმე დღიან ლაშქრობაზე, ზურგჩანთებით და კარვებით და ცეცხლის დანთებებით და რამე წიწვი შემერჭო და აი როგორც წესი ასაკთან ერთად ხრება ხოლმე. აი ბავშვობაში მახსოვს თუ გაქრა. დედაჩემს ვეუბნებოდი ხოლმე ბავშვობაში რომ მე გუნდავა მეთქი თოვლი როცა მოდიოდა თავ რომ მოიცა რა გუნდაობა. ყოველთვის მიკვირდა როგორ შეიძლება მე ასე ვგიჟდებოდი გუნდაობას დედაჩემი არ უყვარდეს და მე უნდა გაიზრდები და შენც მოგბეზრდება.
გავიზარდე და არაფერი მსგავსი არ მომბეზრებია. მე მგონი ეს ის არის რა. იმ დღეს მქონდა ჩემ რეჟისორ გიორგი ლიფონავასთან დავა ზმნაზე მოგდგამს და გიორგი მოგდგამს რომ ეს ძალიან ცუდი ზმნა და მე ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ რომ ყველაზე ზუსტად გამოხატავს რა არის შენ და რა არ არის შენ. რაღაცა თუ მოგდგამს, აღარ გადადის მე მოგდგამს და მოგდგამს. უმეტესწილად ეს ხდება და თუ მოგდგამს რომ ილაშქრო და იბოდიაო და კონდეს თავგადასავლები თავგადასავლების მაძიებელი თუ ხარ, სულ იქნება რა. მე სულ იქნება. თელი ცხოვრება გაყვება. კი, მაგის გარეშე არ აქვს აზრი არაფერს. მგონი ძალიან მოსაწყენია. ესე მგონი არ ვიცი. ეხლა შენ პროფესიაზე 2-20 სიტყვით დღევანდელ დღეზე რითი ხარ დაკავებული, რამდენად კმაყოფილი ხარ, რამდენად ახერხებ თვითრეალიზაციას და ასე შემდეგ. მეცაც გეტყვი რომ ძალიან ბედნიერი ვარ. არა თუ კმაყოფილი, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არ ვიცი რამდენად გადმოგილა გვაქვს ჩემი შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ ყოველ დილას მაგვიწევს აქ რომ გაბდა რაღაც ბედნიერების შეგრძნება გიკეტავს რა. მე რო იხსნება. ეს იმიტომ რომ ძალიან კარგი პროფესია მაქვს და ძალიან ბევრი და საინტერესო თავგადასავალი და სულ მგონია რომ სადღაც რომ მივდივარ, სულ კამერა დამყვება და ყველაფერი კადრია. ასე რომ კარგად ვარ ჩემ პროფესიაში. ახლა ნუ ესე აქტივობებს თუ ჩამოვთვლით, ახლა სერიალი რაღაც სატელევიზიო გადაცემები, რეპეტიციები, ასე შემდეგ და თავგადასავლები. სეტზეც და სეტს გარეთაც. სამომავლო გეგმები, როგორ ხედავ შენ მომავალ საოცნებო პროექტი, ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ მაინც სულ ამბობ ხოლმე რა, ორი გზა მაქვს აუცილებლად და ეს აუცილებლად ან ერთი მოხდება, ან მეორე. ან მოკვდები, ან ძალიან კარგად ვიქნები. პირველ არ ვფიქრობ ხოლმე მაგაზე რა. მინდა რომ ეგ ვერსია გამორიცხულიყოს და თუ აი ეს გამოირიცხა, ავტომატურად სხვა ალტერნატივა აღარ არსებობს და ძალიან კარგად ვიქნები. ძალიან კარგად ყოფნაში იგულისხმება, რომ ვიქნები პირველ რიგში ძალიან კარგი მსახიობი. აუცილებლად. და საოცნებო პროექტები არ ვიცი, საოცნებო პროექტი რას ქვია, უბრალოდ ბევრი კარგი ფილმი რა. იმიტომ რომ ჯერჯერობით არმით ხელში თუ დათვით ხელში და ასე შემდეგ წითელ ხალიჩებზე. მაგაზე ცოტა ვბრაზდები, ჯერჯერობით მგონია რომ თვად ვერ შევდექი, იმიტომ რომ ეგეთი ბერძენი მსახიობია ადელი ეგზარქოპულუსი, რომელიც თამაშობს ეს ბლუიზ ვორმის ადელის ცხოვრება. ფრანგულად ესე ჟღერს და არის 22 წლის, ჩემზე 2 წლით პატარა და პირველი პრეცედენტია კანის ფესტივალის ისტორიაში, როდესაც აი ამასაკის გოგო მაიღო ოქროს პალმის რტო. ყოველ შემთხვევაში ესე მაქვს წაკითხული. მახსოვს რომ ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ ჩემს არ არსებობს იქ დრო, სივრცე, ვიღაცას უფრო მეტი გამოცდილება, ვიღაც მეტი ფორა. ყოველ შემთხვევაში მოცემულობა არის ესეთი და ესე ჟღერს რომ ის არის 22 წლის და აქვს ოქროს პალმის რტო. მე ვარ 24 წლის და ჯერ არ მაქვს. შესაბამისად, უნდა ვირბინო რომ მალე დავწინაურდე. ეს არის მიზანი. ვირბინო რომ სადღაც ფორტუნა წამოგეწიოს ან შენ წამოეწიო და ძირითადად ფეხდაფეხ გვიწევს ხოლმე სიარული ხო და მე მგონია რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება რა. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, უღრმესი მადლობა რომ გვესტუმრეთ გადაცემაში, მაყურებელსაც დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე.